აგესაც ჩვენი მეორე პაციენტი ჰემოთხი ანალოგიური პრობლემა აქვს, აი ეს დამწვარი აქვს ანალოგიურად ლაკი. აი ეს სტრუქტურებიც კი დამწვარი აქვს შიგნით, აი ეს პრობლემა ზუსტად ახასიათებდა იმ მე-6 სერიასაც. აი ესეთ მდგომარეობაში აქვს, მოკლედ ანუ თუ ვინმეს პრობლემა აქვს თავის მანქანაზე კარბონის მიხედვით თავის დროზე, იქიდან გამომდინარე, აი ესეთი ლაკები მე არ დაგიტოვოს. იქიდან გამომდინარე ლაკები მე შეიძლება ლაკის ქვეშაც დარჩეს, რო არ დარჩეს იქიდან გამომდინარე, თავის დროზე უნდა მიეხედოს, რომ აი ეს ლაკები როგორც ვთქვათ, აი დამწვარი ლაკები, რომ არ დარჩეს, იმიტომ მე ძალიან რთული მუშაობა ჭირდება, რომ თვითონ სტრუქტურა არ გაფუჭდეს კარბონის, ნაქსოვი, ხა იქ შკურკავს, შპაგლი შკურკება და პრობლემა კინამდე ჩადიხარ, მაგრამ აქ რო დაიწყებ ამის დამუშავებას, აი ამ ნაქსოვს უბრალოდ დააზიანებთ რა და ეს ყველაფერი არ მოხდეს, უბრალოდ თავის დროზე უნდა მიეხედოს. მოკლედ, ნახოთ, დავამუშავოთ და საბოლოო შედეგს გადავიღებთ და განახებთ, რას მივიღებთ ამ M4-ისგანაც. Так, მეგობრებო, ვაგრძელებთ კარბონის დამზადებას კიდე. იმიტომ რომ ძალიან დაზიანებულია, როგორც ხედავთ, ეს მიკრობზარებშია. დავამუშავებ, შევხვდავ ყველაფერს. დავიწყებ შეღებას და საბოლოო შედეგს, რა თქმა უნდა, გადავიღებ, ამასაც განახებთ. თუ საბოლოო ჯამში რა და როგორი გამოგვივა. დასრულდა მოკლედ. აი ესეთი გამოვიდა. შუქიანათებს იმდენად არა ჩანს, მოკლედ ლიანი კარბონის ეფექტი. შუქებს ჩავაგრებ ნახევარს, ეფექტი რომ დავიჭიროთ მოკლედ ლიანობაში. აი ესეთი როჟა გამოვიდა, მოკლედ კომპლეტ. იქიდან გამომდინარე გახსნათ მდგომარეობაში იყო აი ეს სტრუქტურებიც კი შიგნით ყველაფერი იყო დაზიანებული, ეს კარბონის და ყველაფერი გამოვიდა იდეალურად, როგორც უნდა გამოვიდეს, როგორც უნდა იყოს კარბონი მოკლედ. აი ესე, დანარჩენს კიდე გარეთ გადავიღებ, რომ გავა გარეთ მანქანა. Так, ესაც ჩვენი დასრულებული კარბონი გარეთ გამოვა და დავათვალიეროთ. ესეთი გამოვიდა. ვალიეროთ ნახოთ. აი ეს ტიპი გამოვიდა. აი ეს სტრუქტურებიც ყველაფერი იდეალურად, აი ეს ნაქსოვებიც. მდგომარეობა კი გახსოვს დალაქული იყოს, აი ლაქების უკავასწორეთ მოკლედ და აი ესეთი იდეალური მივიღეთ შედეგი ჩვენი კარბონისგან. ესაც მე-4 სერია, მე-6-ც მორჩი და მე-4-ც დავამთავრეთ. მოკლედ აი ესე ჩამოვიდა.